საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით გახსნა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჩეხეთი ოფიციალურ მატჩებში პირველად დაამარცხა. ტრამვის გამო ნაკრების წამყვანმა კალათბურთელებმა გუშინ ვერ ითამაშეს. დიდი დანაკლისის გამო ჩეხეთი ძალიან სარისკო მეტოქი იყო და ეს დადასტურდა მატჩის მსვლელობისას. თუმცა საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო ანგარიშით 73-62. თავარი ჩვენი მიზანი რაც იყო ის გავაკეთოთ, მოვიგეთ თამაში და იმის ხარჯზე მოვიგეთ 40 წუთი არ დავნებით. ვიბრძოლეთ 40 წუთის განმავლობაში და ჩვენ ვიცოდით და ესეც მოხდებოდა ამ ბრძოლის შედეგით გავიმარჯვებდით. მე მგონი 10 ქულა არა, 11 ქულა არა ისო და კარგი მოგება იყო. შესანიშნავი თამაში იყო. პირველი ტაიმი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა და დაძაბული თამაში იყო, თუმცა მეორე ტაიმში რაც გახურდა თამაში და ბიჭებმა თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს, შედეგმაც არ დააყოვნა და კარგი თამაშია და მე მინდა მიულოცო ჩვენს გუნდს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას მინდა მიულოცო და წარმატებები უსურვო ჩვენებს. ჩვენ გვჭირდება წარმატება ყველგან და მათ შორის კალათბურთშიც.